სპეციალური კომისიები პარლამენტში წარდგენილი ორი საკონსტიტუციო ცვლილების სახალხო განხილვას იწყებენ. საქმე ეხება ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას და პარლამენტის ადგილსამყოფლად მხოლოდ ქუთაისის არარსებობას. კომისიების პირველი სხდომა თბილისის იუსტიციის სახლში უნდა დაწყებულიყო. ნინო სამყურაშვილი შეხვდა კომისიის წევრებს. ნინო, თუ დაიწყო განხილვა და რა განცხადებებს აკეთებენ კანონმდებლები? საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის სხდომა ამ წუთებში უკვე დაწყებულია. მას ხელმძღვანელობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ასევე ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. დღეს უმრავლესობა საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე მოვიდა საკუთარი არგუმენტებით საკონსტიტუციო ცვლილებების ორივე პროექტთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი, აუცილებელი არის, რომ ეს ცვლილებები კონსტიტუციაში შევიდეს. დღეს არსებული ნორმები პრეზიდენტის ძალაუფლებასთან დაკავშირებით ქმნის გარკვეულად პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხეს, იმისთვის რომ ასეთი საფრთხეები არ იყოს 2013 წლის ოქტომბრამდე ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი ცვლილება არის მნიშვნელოვანი. კერძოდ არსი ცვლილებისა გახლავთ ის, რომ პარლამენტის დათხოვის შემთხვევაში პრეზიდენტს არ ქონდეს უფლება ერთპიროვნულად დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა და თუ კი დაითხოვს ის პარლამენტს, ძველი მთავრობა ასრულებს მოვალეობას პარლამენტის ახალ არჩევამდე და ახალი მთავრობის დამტკიცებამდე. ანუ ეს იძლევა შესაძლებლობას დაბალანსდეს და გაწონასწორდეს როგორც საკანონმდებლო ხელისუფლება, ასევე საპრეზიდენტო. ქვეყანას შეიძლება ყავდეს მთავრობა ისეთი, რომელსაც არ ექნება პარლამენტის ნდობა, ანუ ხალხის ნდობა. აი ეს იდეა ამის შეცვლისა ბუნებრივად წარმოიშვა იმის გამო, რომ სანამ ასეთი მდგომარეობა იქნება, მუდამ მიარსებებს პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხე, რაც პრეზიდენტმა შეიძლება შექმნას ერთი ხელის მოწერით. აი ეს ვითარება რომ შეცვლილიყო, ამაზე იყო საუბარი პოლიტიკურ საპარლამენტო უმრავლესობაში, პოლიტიკურ გუნდში. არის უმცირესობაშიც ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან იმას, რომ თბილისში უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის შენობა. ეს მარტო ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ ამას ვერ განვახორციელებდით. კოჰაბიტაცია ისეთი წარმოდგენებით, როგორი წარმოდგენებითაც იყო, რა ვიცი, დანახული გარედან, შიგნიდან, როგორც გნებავთ, ასეთი ფორმით არ შედგა. საკმაოდ მწვავე, ესე იგი, გამონათქვამებს და ლამის წყევლაკრულას ვისვენდით საქართველოს პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან. ეს არის სწორედ აი ამ ოქტომბრამდე პერიოდში განსახორციელებელი ცვლილება, ვინაიდან ყევები ავიცილოთ თავიდან. არ ამგონია, რომ არასტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში ვინმეს აწყობდეს. კომისიის სხდომას ესწრებიან ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, ცნობილი ასევე მათი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ცალსახა პოზიციაა, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას ისინი მხარს არ დაუჭერენ, რაც შეეხება მეორე ცვლილებას პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ერთი თვის განმავლობაში მოისმენენ უმრავლესობის პოზიციას და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ. იდეაც გააჩნია ქართულოს ცნებას, ეს არის დივერსია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს არის დივერსია ქუთაისში ცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ, იმერეთში ცხოვრები, დასავლეთში ცხოვრები ადამიანები, მთელი საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა ქართულმა უცნობამ თავისი გადაწყვეტილება გამოტანა უნდა, რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გააჩნდა, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი დასაქმების ადგილი დაიკარგა და ადამიანებს ხელი შეეშალათ, რომ კეთილდღეობა მიიღოთ ამ იდეისგან, რომელიც ჩვენი პოზიცია არის ძალიან მტკიცე, რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით შეზღუდვებს, მე კიდევ ვიტყოდ ძალიან მტკიცე პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს აქვს ძალიან ბევრი საქმე, მათ გაიმარჯვეს 1 ოქტომბრის არჩევნებში, მათ აქვს ძალიან ბევრი პირობა დადებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ნაცვლად ეს ტიპის საკითხებზე განხილვისა, რომ გარკვეული ფობიების, შიშების და ფობიების აყოლისა, რომ ეს ადამიანები არ აყოლებენ, ხო? მათმა გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ დააკისრა საქართველოს მოქალაქეებს. საზოგადოებრივი სტაბილურობისათვის, პოლიტიკური სტაბილურობისათვის ჩვენ ვემხრობთ იმ ინიციატივებს, რომელიც ზოგადად გაჟღერდა, თუმცა გვაინტერესებს კონკრეტული შინაარსი, რა იგულისხმება, როგორ განხორციელდება, რა საკანონმდებლო გარანტიები იქნება იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში შენარჩუნდეს. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ერთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვის ვადაში მივიღოთ მონაწილეობა ამ პროექტის განხილვისას, ჩვენი მოსაზრებები წარმოვთქვათ, გავეცნოთ უმრავლესობის პოზიციებს და მხოლოდ ასთა შეჯერების შემდგომ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, დაუჭერთ თუ არა მხარს ამ კანონპროექტს.
ქუთაისთან მიმართებაში ცალსახაა ჩვენი პოზიცია, რომ ქუთაისში პარლამენტი უნდა მდებარეობდეს ქუთაისში, ეს მნიშვნელოვანი არის ზოგადად დასავლეთ საქართველოსათვის, იმერეთის რეგიონისათვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ ეს საკითხი არც იხილება ჩვენი მხრიდან. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო საჯარო განხილვის კომისიაში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. ორივე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათ აქვთ თავიანთი პოზიცია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ ცვლილება სჭირდება უფრო მეტი დასაბუთება უმრავლესობის მხრიდან, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში, რაც შეეხება მეორე ცვლილებას პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი უფრო ადვილად გასაგები იქნება საზოგადოებისთვის, რადგანაც პარლამენტის ქუთაისში არსებობას და ყოფნას გარკვეულ პრობლემებს უქმნის საპარლამენტო ცხოვრებას. რაც შეეხება პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლას უпроსტად კონსტიტუციიდან ამოღებას ადგილსამყოფელის, მე პირადად ამ ცვლილებას ვეთანხმები და ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ საჭიროება დგას ნამდვილად ფიზიკურად გართულებული არის საქართველოს პარლამენტის მუშაობა. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, მეორე ცვლილება არის ანუ მთავრობის და პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური საკითხი, რომელზეც ჯერ კიდევ საბოლოო პოზიცია არ გვაქვს ჩვენ ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებას აქვს გარკვეული დადებითი, მაგრამ ასევე უარყოფითი მხარეებიც და შესაბამისად ამ სახალხო განხილვებმა უნდა გვაჩვენოს ჩვენ უფრო მეტად საჭიროება. მე მომხრე ვიქნები, რომ ამ სიტუაციაში პრეზიდენტმა და პარლამენტმა შეძლოს თანაცხოვრება, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად კონსტიტუცია ისე იყო შეცვლილი, რომ პრეზიდენტი არ უქმნიდეს უმრავლესობას პრობლემებს. ის ფაქტი, რომ დღევანდელი, თქვათ, სიტუაცია, პოლიტიკური სიტუაცია საჭიროებს ეგრეთ წოდებულ კოაბიტაციას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ამის პრეცედენტი დადგება საქართველოში, რეალურად ორივე ხელისუფლების შტო შეძლებს თანაცხოვრებას და არ განხორციელდება ამისთვის რაღაცა 8 თვისთვის ეს კონსტიტუციური ცვლილებები. საყოველთაო საჯარო განხილვის კომისიამ დღეს უნდა შეაჯეროს ის გრაფიკი, თუ როგორ იმუშავებს კომისია მომდევნო 1 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ უკვე დაიწყება შეხვედრები რეგიონებში. უკვე ცნობილი არის, რომ პირველი რეგიონი, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მოხდება, ქუთაისი იქნება.